ხო, ეტიკეტი განვაახლე, კი დიდი ისეთი არაფერი ცვლილება არ შემიტანია, მაგრამ რაღაცები მაინც ჩავასწორე. ხო და ესეც გაიტვირთება OneDrive-ზე, ანუ კარგი ვაფშე დოკუმენტები რაც ვექნება ყოველთვის ეხლა ვაწყობ ამათ აი ძველი მაყვალაზრინდელი რაღაცეები რომ ამომაქვს რაც რაღაცეებს შლიქ სურათები და რაღაცები უაზრობები რაც არ გჭირდება და ვაწყობ იქ მიქსებს ალკე გავაკეთებ ძველ ოქნებს ალკე რო დაგჭირდეს რაღაცა და ისე საჭირო ფაილებს რა და იქ ავტვირთა OneDrive-ზე იქნება ყველაფერი ერთად გაზიარებული იქნება კომპიუტერში რომ არ წაგიშალოძებდნენ რომ არ დაიწყო OneDrive-ზე იქნება და იქნება 5 გიგაბაიტი არის იქ ლიმიტი და ჩავეტევით მაგ იმაში ხო რა ვიცი ხა ეს ეტიკეტ ჯობია რომ დესკტოპიდან გამოიყენო ვარ აქაც იქნება ჩვეულებრივად როგორც ისა ბეტონის ნიმუშების წარმოების ჟურნალი ესე იქნება ესე დააჭერ გადახო პირდაპირ და აქედან ჩვეულებრივად ჩაწერ ხო და ვეშტავ პრინც მიცემ და ჩვეულებრივად გაკეთდება ისიც, მაგრამ მაინც ჯობია რომ კომპიუტერში იყოს, იმიტომ რომ ან შუქი გამოირთოს, ან ინტერნეტი არ იყოს, ან რაღაცა, მაგას რო არ ელოდო. მე კომპიუტერში დაგიწყოთ ნერი ამ ფოლდერებს, короче, იდოქში მე რასაც გავაკეთე. მას გადმოგიყრი შენ კომპიუტერში დაწყობილად და მე ნახ. ნაგი რა ეტიკეტი. გავხსნათ. ხო, ცოტა ლოგო ჩავასწორე, რომ ამოვეს წელს უფრო უკეთესად გამოჩნდეს, გამცხადებელი. ჩაულებრივად, ვინცაა დამკვეთი სიტყვაზე. ტექნორენტი. ნიმუშის აღების თარიღი და დრო ჩავასწორე, ანუ იცალკე იყო აღების თარიღი და დრო ცალკე იყო და ანუ თვითონ აპარტოვებდა ეტიკეტზე უფრო მეტ ადგილს იკავებდა და აქ პირდაპირ ჩაწერაგე. ნიმუშის აღების თარიღი მაგალითად 09/03/2025 ხო და ქვევით მიუწერ რა ვიცი 14 საათი და 50 წუთი. ლოკაციას ჩაწერთ თხოვლებრივად, რა ვიცი, იმინჯი. მეორე. ბეტონის კლასი. B-30, ნიმუშის ნომერი 1, ზრადობის მაჩვენებელი კონუსი 21 სანტიმეტრი. ეს დავამატო ბეტონის ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურა იქ რომელიღაც არ იყო, მგონი ჰაერის ტემპერატურა, თუ მე მგონი არც ერთი არ იყო. რა ვიცი, უკვე ეს ლილა ხო ხედავ ვითხოვს, რომ ანუ ყველგან უნდა ჩანდეს ბეტონის ტემპერატურა, ჰაერის ტემპერატურა და ის რო ორი ამინდია მსიანი, რგული თუ რაღაცა და ხა ეგ ეტიკეტზე ჩვენ რა გჭირდება. თუ რაღაც დაჭირდებათ მაგათ უბიქს რო გავგზავნით, ისეთ ეტიკეტზე გავაკეთოთ. სიტყვაზე რა ვიცი, ობიექტზე რო დაგჭირდეს რო გაზომავ კი ჩაწერ რომ მაგალითად 21 ჰაერის ტემპერატურა იყო 25 თუ არა და კი გამოტოვებ ამას. ნუ ნიმუშის ამღები პირი რა ვიცი ვინ იქნება, შენ იქნები თუ პერიძე. და მიმღები პირი, ნუ ეხა უკვე მას თუ გთხოვ სიკვინცა, ჭარაბი იქნება თუ რა ვიცი იქნება. იმის სახელს უკვე იქ ჩაწერ. ანალოგიურად 4 ეტიკეტია რა, როგორც იყო ერთ ფურცელზე 4 ეტევა. ჩვეულებრივად ამობეშდა. და გავადიდე რაღაც სომნებსა დავაყენე, იგივენაირია, პროსტა ეს რაღაცები ჩავასწორე და მაინც ლამაზად რო იყოს, წაშალი ეტიკეტები ძველი რაც და ეს გექნება აქ. მასაც იქ ავტვირთავ ფაილებში და ჩვეულებრივად ნახავ.